საქართველოს მოქალაქეებზეა დამოკიდებული და მე ჯერა რომ საქართველოს მოქალაქეები ზუსტად აცნობიერებენ იმას, რაც ახლა ქვეყანაში ხდება. ზუსტად აცნობიერებენ იმას, რომ საქართველოს უკვე არც ერთი დასაკარგი დღე არ აქვს და დღეს ბატონმა შათირიშვილმა ბიძინა ივანიშვილის პირადმა ფილოსოფოსმა პირდაპირ გითხრა რა არის ბიძინა ივანიშვილის მიზანი და ოცნება ამ ქვეყანაში. წადით ემიგრაციაში ყველაო და განსაკუთრებით ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან თუ წავლენ და იქ დარჩებიან ძალიან კარგი იქნებაო. საქართველოს ქართველების გარეშე ეს არის რაც ბიძინა ივანიშვილს უნდა და მე ჯერა რომ საქართველოს მოქალაქეებს ეს ყველაფერი აქვს გაცნობიერებული და რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ ასევე უნარი ის რომ 4 ოქტომბერს დაიცვან ამ ქვეყნის თავისუფლება ეს რეჟიმი მშვიდობიანად დაამხონ იმიტომ რომ ამის კონსტიტუციური უფლება საქართველოს მოქალაქეებს აქვს და საქართველოს მოქალაქეებს ასევე აქვთ თავდაცვის უფლებაც თუ რეჟიმი გადაწყვეტს რომ რომელიმე მათგანზე იძალადოს და შესაბამისად ეს რწმენა მაძლევს იმ мотивაციას რომ 4 ოქტომბერს თუ ამ დღის ეს ვთქვათ მთელი რწმენა რომ ეს დღე იქნება რაღაც გრანდიოზული ცვლილების დღე არის დამოკიდებული რამდენი ადამიანი მოვა ეს ნიშნავს რომ ეს მაინც თქვენზე არ არის დამოკიდებული ეს არის ხალხის ტალღაზე და ხალხი როდის რა რაოდენობით გამოვდის ამას თავად წყვეტს ხოლმე იმიტომ რომ ხანდახან არის მოულოდნელობა თავად აქციის ორგანიზატორებისთვის ან ჩვენთვის ჟურნალისტებისთვისაც რამდენი ადამიანი გამოდის ხანდახან ამდენი ადამიანი არ გამოდის ანუ ეს არის რაღაც ტალღა მოქცევასავით აი ამ თვითრწმენას რა იძლევა რომელიც აქვთ აი ამ 4-ის ანონსის ავტორებს რომ აი 4-ში და თუ 4 აი რატომ არ იყო ეს მაგალითად არ ვიცი 13-ში ან ეს რატომ არ იყო მაგალითად 9 აპრილს რომელსაც ასევე სხვათა შორის პატა ბურჭულაძე ანონსებდა რომ 9 აპრილს შევიკრიბებით და აღარ დავიშლებით და თუმცა არ მიუშვეს 9 აპრილს ხელისუფლების წარმომადგენლები მემორიალთან და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო მაგრამ ეს ხომ არ გინდა თქვენი ამოცანა ხომ მემორიალთან ვინ არ მივა ეს არ არის მე მესმის ამის პათოსი პირველ რიგში იმიტომ რომ 4 ოქტომბერი არის ბუნებრივი დედლაინი და ეს 4 ოქტომბერი როგორც ბუნებრივი დედლაინი დანიშნა ბიძინა ივანიშვილმა ამ ეგრეთ წოდებული არჩევნებით როდესაც ჩანიშნა ეს ეგრეთ წოდებული არჩევნები რეალურად რუსული სპეცოპერაცია შესაბამისად ეს ბუნებრივი დედლაინი მათ შორის არის იმის შესაძლებლობა რომ საქართველოს მოქალაქეებმა ეს ყველაფერი დაინახონ როგორც შესაძლებლობა იმისი რომ რეჟიმი დასრულდეს და რატომ დიანა იმიტომ რომ 4 ოქტომბრის შემდეგ ამ ქვეყანაში ცხოვრებას და ბრძოლაც იქნება ბევრად უფრო რთული მე ხშირად მეკითხებიან რომ აი 4-ში თუ არ გამოვიდა იქ 5-ში რა 5-შიც გავაგზავნებ რა თქმა უნდა ბრძოლას მაგრამ მთელი ჩემი мотиваცია არის ის რომ 4 ოქტომბერს ეს რეჟიმი დასრულდეს და რატო ამას ვიტყვი 5-ში გააგზავნებთ ანუ 5-ში რომ გრძელდება რაღაც ამის დაშვებას ნული მთელი 1% ყველაფრის დაშვება არსებობს ცხოვრებაში. არაკეთებს მაგალითად პატა ბურჭულაძე, რომელიც ამის ერთ-ერთი ორგანიზატორია. ხაბეიშვილი სხვათა შორის, რომელიც ახლა საპატიმროშია და მას ახლა ამ ტვირთს მის პატიმრობის მერე რაც ხდება ახლა შეიძლება დიდად ვეღარ ავკიდოთ, მაგრამ ისინი საუბრობდნენ რომ ეს 4 არის ასევე დედლაინი ამ ცვლილებების და 5 რო თენდება და თუ ეს ყველაფერი ისეა, მაშინ რაღაც ტიპის პასუხისმგებლობის გაზიარება გიწევთ. ნახეთ პირველი რომ 0.1% ჩემი შეხედულებით ეხა მე ვერც ბატონ პატას ნაცვლად ვლაპარაკებ, მithumetas ვერც ხაბეს, მაგრამ ჩემი შეხედულება არის შემდეგ რომ 0.1% ყველაფერში არსებობს ცხადია, ხო? და ზოგადად იმ სკეპტიკოსებისთვის თქვი, ვინც იძახიან რომ იქ 4-ში თუ არაფერი არ მოხდა, ან 4-ში თუ რაღაცა იმედგაცრუება იქნა, უკაცრავად, მაგრამ ჩვენი ყოველდღიური ბრძოლა ისედაც იმედგაცრუებაა დიანა, როდესაც პოლიტპატიმრას ვერაფერი ვერ უშველეთ და როდესაც ის ხდება ჩვენს ირგვლივ რაც ხდება, ხო? 4 ამაზე მე დიდი იმედგაცრუებას ვერ მოიტანს ვერაფერში. ეხლა რაც შეეხება რატო არის 4-ზე, ხო? ეს ძირითადი აქცენტი გაკეთებული. კიდევ ერთხელ ვიზახი, რომ 4-ის შემდეგ ამ ქვეყანაში იმის გათვალისწინებით, რაც ქვეყანაში ხდება, იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს, 4-ის შემდეგ იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო ორგანიზაციები უნდა მოგუდონ ბოლომდე, შემდეგ თავისუფალი მედია და ასე შემდეგ. იმის გათვალისწინებით, როგორც ბოლო ბრძოლას ასე არა, ჩვენი პარტია, ჩვენი პარტიულადაც გააქვთ ეს ინტერესი, ეს ქვეყანა არ არის აიკრძალოსო და ანუ არ არის აქ პარტიულს, პოლიტიკური პარტიები სამოქალაქოების ნაწილი არიან, ამაზე არ ვსაუბრობ. ნახე პოლიტიკურ პარტიებზე უფრო დიდი ბრძოლაა ეხა ეს საერთო სახალხო ეროვნული ბრძოლა არაფერ შუაში აქვს პოლიტიკური პარტიები არ არიან საერთოდ მაგრამ ეს ხო იმაზე მიუთითებს ქვეყანას საით წავა კიდევ უფრო მეტად თქვენ რა გონიათ რომ 4 ოქტომბრის შემდეგ ამ რუსულ სპეცოპერაციას თუ ბიძინა ივანიშვილი დაიწერს და გაიფორმებს და 8 საათზე გამოაცხადებს და თქვენ მერე ისე გაგრძელდება ეხლა რომ მე და თქვენ ესე ვლაპარაკობთ და ასე არა ბიძინა ივანიშვილი ბოლომდე გავა ყველაფერში იმიტომ რომ ის ისე უყურებს ეხლა რომ შეუძლია ბოლომდე გავიდეს ბოლომდე სადმე გავიდეს საკრებულოში საკრებულოს
მანდატებზე დგას მისი ეს ვთქვათ არა, ნახეთ 13 წლის განმავლობაში ბიზნესს მთავარი ის რა არის 13 წლის განმავლობაში ესე ცოტა გუდავს რაღაც პროცესებს და ესე თავიდანვე არ დაახტება და თავიდანვე რაღაცას ბოლომდე არ ამოძირკოს. ეს არის მთელი მისი რა ვიცი საქმიანობა 13 წელში თუ გრძელდება ეს პროცესი, ხა 4 ოქტომბრის შემდეგ ეხა რა შეხება 4 ოქტომბერს. ეხა რა აქვს კიდე 4 ოქტომბერს. იმიტომ რომ ის ეხა უყურებს რომ ეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მას ამ ლეგიტიმაციისთვის მაინც ჭირდება. მათ შორის რაღაც საერთაშორისოებთან ბიუროკრატებთან სალაპარაკოთ, მით უმეტეს სამწუხაროდ ეს ორი ოპოზიციური პარტია შეითრია ამ თავის რაღაცა თამაში, ამ ორ ოპოზიციურ პარტიასაც უარესი დღეელით როგორც ყველას, მაგრამ ნუ საბოლოოდ შეითრია. ამ ყველაფერში ეხლა ყველას ერთი დღეელი. დიანა ყველას ეს ხო არის კიდე. 4 ოქტომბერს არაფერი არ იქნა. 4 ოქტომბერს 4 გელით. ხო, ნახე ყველას რევოლუციის მოსურნე მოქალაქეების ყველას თქო, რა არის სხვა დიანა, მე საერთოდ არ უყურებ ეს, მე ყველა იმ ადამიანს ვინც ეხა ჩასაფრებულია და ბევრია ესეთი სამწუხაროდ, აი როგორ იცით, აი ჩასაფრებულია და იმას ელოდება რომ ვაიმე ნეტა 4-ში არაფერი არ გამოვიდეს, რომ 5-ში მერე გამოვიდნენ და დაგწხდა. მე ესე არ უყურებ, მაგრამ ანა ისე აწიეთ მოლოდინების თამასა რომ ბუნებრივია ეს რაღაცა. იმიტომ რომ ქვეყანა მაგის არ არის ბუნებრივი და გეტყვით რატო? იმიტომ რომ არც ერთხელ 13 წლის განმავლობაში მე ანა წიხლიძეს და ჩემს პოლიტიკურ გუნდს არავისთან ჩასაფრებულ პოზიციაში არ ყოფილა და შეიძლება ბევრი რაღაც არ მოგწონდა ოპოზიციაში ვიღაცების გაფუჭებული, მაგრამ ძალიან ბევრ რაღაცაზე ხმა არ მოგვიღია და ნებისმიერს რომ დაიანოსებია ეს პატა ბურჭულაძე კი არა, გულწრფელად გეუბნები დიანა, გიორგი გახარია რო ყოფილიყო ეხლა და ბერლინში არ გაქცეულიყო და გამოსულიყო და ეთქვა რომ რევოლუციური ცვლილებებია მნიშვნელოვანი. გახარიას დაუჭერდით მხარს. გახარიას ისე ახსენე. ანა, მთელი თქვენი მთელი ოპოზიციის კონსტრუქცია არის აგებული იმაზე, რომ ამ ოპოზიციამ არჩევნები მოიგო და ეს არჩევნები თუ მოიგეთ, მათ შორის არის ლელოც და მათ შორის არის გახარიაც და ეს გახარიაც რომ ყოფილიყო, ისე ამბობს, თუ გახარიაცსაც გამორიცხავ და ლელოსაც გამორიცხავ, ვინ რჩებით გამარჯვების არ ვიცი აი პროცესის საერთოდ არ ნახე პირველი ჯერ ეს საერთოდ სხვა კიდე სხვა რაღაც არის, ალბათ ცალკე გადაცემის ეს რა ქვია, თემა გახარია ამ შემთხვევაში ვიგულისხმე, იმიტომ რომ ჩემთვის ყველაზე მიუღებელი ადამიანი არის ამ რა ვიცი ერთ კოალიციური მთავრობით მოდიოდით გაიმარჯვებდით. თვითონ გახარია კი ამბობდა რომ არ ვიქნები მთავრობაში ტექნიკურიო, მაგრამ და მათ შორის ამშობლობა და იმედი მაქვს რომ აწი ყოველ შემთხვევაში მისი ამორჩეველის ბევრ რაღაცას გადააფასებ. აქ 4-თან დაკავშირებით არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი, რომ 4-ში რა ხდება 4-ში, ხო? 4-ში 13 წლის განმავლობაში დიანა ის რაც ხდება ეხლა ქართულ ოცნებაში მანამდე ყოფილა, ბევრი წასულა ქართული ოცნებიდან, მაგრამ ის რაც ხდება ეხლა აგერი ჟოზეს როლამის თავი მოაკლევინეს, ლილუაშვილს რო დასაჭარად ყავთ გამზადებული ღარიბაშვილთან მიმართებაში რაც ხდება და შიგნით რო ქაოსი აქვს და უბედურება აქვს და კიდევ ის მიადგებიან მომავალში რო არ იცის და მთელი ქართული ოცნებიდან ეს ინფორმაციები რო გამოდის, მათ შორის ძალოვანი სტრუქტურებიდან რო გამოდის ეს ინფორმაციები, რა ინფორმაციების ოპოზიციას აქვს დიანა, ეს არასოდეს არ ყოფილა 13 წლის განმავლობაში და ეს რას მიანიშნებს? იმას მიანიშნებს, რომ ქართული ოცნება არის სუსტი. არასოდეს ესე სუსტი არ ყოფილა. როდის გინახავთ თქვენ, რომ აი ესე საჯაროდ უბრალოდ, აი როდის გინახავთ, რომ სუსის უფროს სანათესაოს მიადგნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ არის ლილუაშვილს მიადგებიან. ერთ-ერთ ყველაზე ძლევამოსილ ადამიანს, ხო? შესაბამისად, ნახეთ როგორ დავსვამ კი, ანა, ასე დავსვამ კითხვას. თქვენ მიპასუხეთ, რა თქმა უნდა, ანუ ამ ტიპის მანევრების უფლება ეკნებოდა მას, რომ ის იყოს შეშინებული, შიდარღვევის ეშინოდეს, გარე რევოლუციური პროცესი. რაღაცა ძალიან დიდი წარმოდგენა გაქვთ. არა, საერთოდ ხანდახან თქვენ გონია რომ გაქვთ დიდი წარმოდგენა. იცით როგორ რაღაცას ვიძახი, რომ რაღაც ამ საზოგადოებაში ნუ დაიჯერებთ იმას, რომ ესენი არიან ზოგადად ვიძახი. არაფერს არ ვჯერებ, ჩემი აზრით, მხოლოდ ოპოზიცია უქმნის მას ამ შესაძლებლობების ფანჯრებს. ოპოზიციაც ჭრელია, ჩვენ ვიძახით და კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ ნუ რავი ნუ დაიჯერებს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ძლიერი. შეშინებული ოლიგარქი შეშინებული მეთქი შეშინებული მოახერხებდა თუ არა აი შიდა ამ ტიპის დაკავებების დაწყებას. ეს მხოლოდ ნახეთ ორ მის უახლოს ადამიანზეა საუბარი, ორ საუკეთესო მონაზე. ეს ერთი, რომელსაც მიადგა მხოლოდ იმის გამო, რომ მათგან ეხა შავი ფულის ამოღება უნდა, იმიტომ რომ თვითონ დასაქცერებულია და გონია რომ ამათ უფრო მეტი მოიპარეს. ეხლა დიანა რა ხდება ქართულ ოცნებაში და ძალოვან სტრუქტურებში? წარმოიდგინეთ, იქ ხდება ის, რომ ნებისმიერი ქართული ოცნების წევრი და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი არის შეშინებული და რატოა იცით შეშინებული? ლევან ხაბეიშვილი რატო დაიჭერა? ძლიერი რო ყოფილიყო ლევან ხაბეიშვილს დაიჭერდა, ხო იძახდა რომ კლოუნიაო. რატო დაიჭერა ლევან ხაბეიშვილი? რო არ გეშინია, თუ მართალი ხარ, თუ არ გეშინია, თუ ძლიერი ხარ და სუსტი არ ხარ და დარხეული არ გაქვს. ლევან ხაბეიშვილი, რომელსაც შენ ეძახდი კლოუნს და როდესაც იძახდი რომ 4 ოქტომბერი არაფერი არ არის ციხეში რატო ჩასვა? საჯარო განცხადების გამო. ისეთი განცხადების გამო დიანა, რომელიც შემდეგ ყველამ გავიმეორეთ მისმა თანამებრძოლმა და გვითხრეს რომ თქვენ ჩვენ არ გვაინტერესებთ. კი, მაგრამ ხაბეიშვილი გვაინტერესებსო. ანა, ზოგადად დაძაბვა ვითარების არის მისი წინასაარჩევნო ხელწერა.
ყოველთვის ამას ახერხებდა და ეხლა ეს მით უმეტეს შეიძლება მოდუნებული ამომრჩეველი რაღაც თვითმმართველობის არჩევნები არ არის ისეთი ეს თქვათ იმ ტიპის არჩევნები რომ რაღაც ყველა იყოს მობილიზებული თან ოპოზიციის ნაწილობრივი მონაწილეობით სადაც ტრის ხატების გამოკვეთის პრობლემა აქ ანუ ეს დაძაბვა მისი პოლიტიკური ხელწერის ნაწილადაც აღიქმება რომ არ იქა რევოლუცია მოდის ხალხო გაიქეთეთ თორემ ნახეთ არა იმიტომ რომ ამაზეც ვიტყვი ნახე პირველი საერთოდ ფეხებზე კიდია ამ არჩევნების შიში ქართულ ოცნებას მუხზე გადაიხევს ლელოსას და გახარიასაც აი როგორც დაგიბარებია ისეთ ერთი წუთი გავასრულებ ქართული ხალხის გაბრაზებული ქართული ხალხის და რევოლუციური ცვლილებების მხოლოდ ეს არის რისის ბიძინა ივანიშვილს ეშინია რევოლუციის ლიდერს რო აკავებენ ეს იქნებოდა თუ არა რევოლუციის ლიდერის დაკავება იქნებოდა თუ არა თუ ხალხი მზად არის რაღაც დიდი რევოლუციური ძვრებისთვის იქნებოდა თუ არა უფრო მასშტაბური პროტესტის საგანი ვიდრე ეს იყო ლევან ხაბაიშვილის დაკავება. ნახეთ, მე ასე ვიტყოდი მაგას, რომ ჯერითი ამ პროცესს არ ყავს ერთი ლიდერი. ამ პროცესის ლიდერი არის თითოეული აქტიურად ჩართული საქართველოს მოქალაქე და ესეთი არის ძალიან ბევრი. ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ამ პროცესში ჩანს ღიად და ბევრი ადამიანი, რომელიც ამ პროცესში ღიად არ ჩანს. ამიტომაც აი ამ პროცესში თითოეულ საქართველოს მოქალაქეზეა პასუხისმგებლობა მათ შორის და თითოეულ ჩვენთაგანზე. შესაბამისად, ეხლა რა ვიცი, ლევან ხაბაიშვილი კი არა, შეიძლება მეც რო გავალ, ეხლა მეც დამიჭირონ და ნებისმიერი ადამიანი დაიჭირონ, მაგრამ ნახეთ, ამ ყველაფრის ერთ ადამიანზე რაღაც რევოლუციური პროცესი და ცვლილება არ შეიძლება ჩამოკიდებული იყოს და არ იქნება არასოდეს ჩამოკიდებული. კიდე ასევე საინტერესო კითხვა, ლელო და გახარი არჩევნებში მიდის და ისინი არ არიან მოკლედ ამ პროცესში ჩართული, 4 ნომერი კიდევ ერთი ფიგურანტი მუდმივი პროტესტის მომხრეა და ამ პროცესს არ არის და ეს მაინც 5 ნომრის რევოლუცია შეიძლება ახო იქვა. აი ეს არის არასწორი და ეს არის ამ კითხვას ვისვამს არის ქოცული პროპაგანდა და გეტყვით რა თქვენ არ გულისხმობთ ეხლა სწორ გადათვიზავთ რომ გამიგუბროთ კითხვის უფლება ხომ აქვს თქვა რომ იმიტომ რომ რევოლუციური ცვლილებები არის საქართველოს მოქალაქეებით საქართველოს მოქალაქეები რევოლუციური ცვლილებების შემდეგ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში გადაწყვეტენ დიანა ვინ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში ვის რამდენი მანდატი უნდა მისცეს მომისმენია ხშირად რომ ვინ მოდის ამ რევოლუციის ეს არის პასუხი დიანა ეს არის პასუხი ნახეთ ეს არის პასუხი რომ საქართველოს ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა არის რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა და ეს 4 ოქტომბერს ჩვენ შეგვიძლია და თუ ვერ შევძლებთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და თითოეულ ჩვენთაგანზე იქნება დამოკიდებული ქართული ოცნების სისუსტის გათვალისწინებით საქართველოს მოქალაქეების ბრძოლის უნარიანობის გათვალისწინებით ჩვენ შეგვიძლია რომ მომდენო კვირა გვაქვს ანა ჩვენ შევხვდებით კიდევ შევხვდებით ეს რეჟიმი დავამხოთ მაგრამ შემდეგ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში საქართველოს მოქალაქეები დიდი მადლობა